ექსპერტებს არ უკვირთ ნამდვილად, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მიულოცა ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება, ვინაიდან ისინი აცხადებენ, რომ ძალიან ბევრი მსგავსება არის ლუკაშენკოს რეჟიმსა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს შორის, ვინაიდან ივანიშვილიც ისევე როგორც ლუკაშენკოც ცდილობს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ძალოვანი უწყებების გამოყენებით, გარდა ამისა კორუფციით, რომელიც როგორც ბელორუსში, ისე საქართველოში მძვინვარებს და ლუკაშენკოც და ივანიშვილიც ემორჩილებიან და მათ აქვთ რუსეთის იმედი, რომ რუსეთი დაეხმარება მათ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ლუკაშენკოს ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ოპონენტი ციხეში ყავს გამოკეტილი და როგორც ჩანს, სწორედ იგივე ნაბიჯების გადადგმას აპირებს. ბიძინა ივანიშვილიც ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ოპოზიციასაც ციხეში გამოკეტვით ემუქრება. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტები საუბრობენ ლუკაშენკოს ვიზიტზე აფხაზეთში, დროებით ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა რამდენიმე წლის წინ ლუკაშენკო. ქართული ოცნება კი მართალია თავს იმართლებს, რომ ლუკაშენკოს არ აქვს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ მისი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტი დე-ფაქტო აღიარებას ნიშნავს და ეს ყველაფერიც არის მნიშვნელოვანი. ექსპერტები აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც ქართული ოცნების პოლიტიკის გამო საქართველო დასავლური სამყაროსგან არის იზოლირებული, ივანიშვილი ახლა სწორედ მსგავს დიქტატორებთან ცდილობს კავშირების დამყარებას და ივანიშვილსა და ლუკაშენკოს შორის მთავარი მსგავსება ის არის, რომ ლუკაშენკო იყო პირველი, ვინც ევროპაში დასანქცირდა მის მიერ ქვეყანაში გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯების გამო. როგორც ლუკაშენკო, ისე ყაველაშვილი ერთი და იგივე ძალების მიერ მხარდაჭერილი ძალებია, ორივე მხოლოდ იმის ხარჯზე ინარჩუნებენ ძალაუფლებას, დე-ფაქტო ძალაუფლებას, რომ ისინი იმართებიან მოსკოვიდან, იმართებიან კრემლიდან. იმ განსხვავებით, რომ ლუკაშენკოს კიდევ რაღაცა თავისი მინიმალური დამოუკიდებლობა მაინც გააჩნია, რომელიც ყაველაშვილს საერთოდ არ გააჩნია. თავისთავად ყაველაშვილი საერთოდ არავინ არ არის. ყაველაშვილის პატრონი არის ივანიშვილი, რომელიც თავის მხრივ არის კგბ-ს წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც საქართველოს ოკუპაციას ახდენს რუსეთის დავალებით. აიდან საქართველო დღეს აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფება ცივილიზებული სამყაროდან. ლოგიკურია, რომ ისინი ცდილობენ რაღაც ტიპის დასაყრდენი იპოვონ ისეთ ქვეყნებში, რომელიც ამავდროულად არიან რუსეთის სატელიტები და მათ შორის არის პირველ რიგში ლუკაშენკო. მისთვის მისაღები მოდელი ზუსტად ბელორუსია და მაკეთ მიყავს ყველაფერი, როდესაც პირადი დიქტატურის დამყარება უნდა. ესე თუ გაგრძელდა და ჩვენ თუ მივეცით ამის შესაძლებლობა, აუცილებლად აკაც ბელორუსიას ნაწილს დაგვიჭერენ, ეს ჩანს უკვე, ნაწილს სავაგარეთ წავა. დანარჩენები ან გაჩუმდებიან, ან იქნება მათ წინამდე გზალადობა. ეს არის რაც არის მის გეგმა, ამიტომ ბელორუსთვის ის მილოცა საერთოდ არ არის გასაკვირი. ყაველაშვილმა ლუკაშენკოს მილოცვა დაუბრუნა. სწორედ ასე აფასებს ოპოზიცია ქართული ოცნების მიერ დანიშნული პრეზიდენტის მილოცვის ტექსტს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არც ლუკაშენკოს და არც ბიძინა ივანიშვილს არ აღიარებს, მათ არჩევნებს არ აღიარებს დემოკრატიული სამყარო, ამიტომაც მათ მხოლოდ ერთმანეთი დარჩენიათ და სწორედ ამიტომაც მიულოცა მიხეილ ყაველაშვილმა ლუკაშენკოს მე-7 ვადით გაპრეზიდენტება. ყაველაშვილიც და ლუკაშენკოც არიან ერთნაირად არალეგიტიმური გზით და აბსოლუტურად არადემოკრატიული გზით არჩეული თუ დანიშნული წარმომადგენლები, ამიტომ რა თქმა უნდა ყაველაშვილს, რომელსაც არც ერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ და არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის მეთაურმა არ მიულოცა არჩევნები და ლუკაშენკო მიულოცა, მისგან არ უნდა გაგვიგორდეს ის, რომ დაუბრუნა, ასე ვთქვათ, მილოცვა. ოღონდ შევახსენებ საზოგადოებას, რომ როგორც ლუკაშენკო, ასევე ყაველაშვილი მსოფლიოს არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ ყავს აღიარებული როგორც ამ ქვეყნის ლეგიტიმური ან ბელორუსის ლეგიტიმური ლიდერი. კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად არის დაშორებული რეალობას ის წრე, რომელიც მართავს დღეს საქართველოს, ის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, ის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი და ბიძინა ივანიშვილის გარშემო შემდგარი ეს დამნაშავეთა წრე, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მალე დაემშვიდობება ძალაუფლებას, ისევე როგორც დაემშვიდობება ძალაუფლებას ადრე თუ გვიან ის ადამიანები, ვისაც მან მიულოცა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ქართული ოცნება ახლა მოკავშირეებს არადემოკრატიულ ქვეყნებში ეძებს და ლუკაშენკო იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ გამონაკლისებს შორის,
რომელმაც ქართულ ოცნებას გამარჯვება მიულოცა როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში, ისე მიულოცა პრეზიდენტობა მიხეილ ყაველაშვილსაც. ახლა მიხეილ ყაველაშვილმა ეს მილოცვა დააბრუნა და ბელორუსის დიქტატურს მიულოცა მეშვიდე ვადით გაპრეზიდენტება.